საკითხისთვის. ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, ახლა პროკურატურაში კეთდება ამ წუთებში განცხადება, ან უნდა დაიწყოს ახლა კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს, ამიტომ ამაზე არ გითხავ, თუმცა თემა არის გასაგები, რასთან დაკავშირებითაც უნდა გააკეთდეს, ეს არის TBC ბანკთან დაკავშირებით. ახალი ტრენდი აქვს აღებული ერთგვარი ქართულ ოცნებას და უმრავლესობის წარმომადგენლებს წერილის ავთენტურობასთან დაკავშირებით, ყველანი ამას ამბობენ. პრინციპში რომ დაუკვირდე რაღაც კითხვის ნიშნები შეიძლება გააგეჩნდეს და სწორედ აქედან გამომდინარე ისინი ამით იმართლებენ თავს, რომ ადამიანმა თუ ნოემბერში გააკეთა, თუ ნოემბერში მიიღო მუქარი შემცველი წერილი, რატომ აქამდე ხმა არ მოიღო და ნუ შესაბამისად მე ასევე წერილი ყოფილა ამობეჭდელი ჩვეულებრივ ფარატინამ ქაღალდზე და არანაირი ავთენტურობა მოკლედ იქ არ ჩანს. ეს არის ბოლო 2 დღის პროკურატურისა და უმრავლესობის მხრიდან მათი პოზიციის გასამყარებელი, ასე ვთქვათ, პოზიცია. რამდენად არის ეს მყარი თქვენი აზრით? Ну, მე ამ წერილის არჩინა არც ვიცი, რაც იქ წერია. არც არავინ არ ვიცით, ხო? არც ის არ ვიცი, სიტყვაზე მართლა რანერ ხაღალზე იყო ეს ამობეჭდილი. თუმცა ერთადერთი შემთხვევა გუშინ ვფიქრობდი სხვათა შორის რა დროს შეიძლება მართლა ისე რო იყოს, როგორც პროკურატურა საუბრობს, რომ ამ წერილში რაღაცა ეწეროს ისეთი, რომელსაც რაღაც მნიშვნელობა აქვს ამ საქმისთვის, როდის შეიძლება ეს გახდეს მტკიცებულება და ერთი ესეთი გზა არსებობს. ჩვენ არ ვიცით რა წერია ამ წერილში. მაგრამ თუ ნოემბერში და დადასტურებულია, რომ ეს რაღაცა დოკუმენტი, მაგალითად ექსპერტიზაზეა ლონდონში გადაგზავნილი ეს წერილი. ლონდონის ექსპერტიზამ თუ ის დაადასტურა, რომ ეს წერილი შედგენილია, დაბეჭდილია ან რაღაცა არის, სიტყვაზე რაც 2 თვის ან 3 თვის წინ. და ამ წერილში ასახული მოვლენები ქრონოლოგიური სიზუსტით ვითარდება. თქვათ. ამ შემთხვევაში იქნება თუ არა ის მტკიცებულება. ანუ ფურცელზე დაწერილ ფარატინა ქაღალდსაც შეიძლება კონდეს მტკიცებულების ძალა, თუ ის შედგენილია 2 თვით ადრე და ასახავს 2 თვის შემდეგ მომხდარ მოვლენებს. გესმით? აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს წერილი ხელწამოსაკრავი მაშინაც კი არ იქნება, თუ ის მართლაც ისეთია, როგორცაც პროკურატურა მას წარმოაჩენს. თუმცა, ჩემი აზრით, წერილში არ არის აქ თავარი საქმე. თავარი საქმე მდგომარეობს იმაში, თუ რა ხდება ბოლო პერიოდში TBC ბანკის თავს. TBC ბანკის თავს რაც ხდება, ეს ნამდვილად არის საეჭვო ყველა თვალსაზრისით და ნამდვილად არის ორკესტრირებული თავდასხმა TBC ბანკის წინააღმდეგ. რა მიუთითებს ამას? ამას მიუთითებს ჩემი აზრით არა მხოლოდ ის რაღაცა საყოველთაო ცნობილი ფაქტები, რომელიც ადამიანებს ზეპირად ახსოვთ უკვე და ხშირად იმეორებენ, არამედ დეტალები. და მე გძნობ ხოლმე დეტალებში დამოკიდებულებას. მაგალითად, როდესაც ბანკის ერთ-ერთ დაფუძნებელს 31 დეკემბერს დაიბარებ და უბრალოდ რაღაც სისულელეებს ეკითხები და ალაპარაკებ, რომელსაც ობიექტურად არანაირი სასწრაფო მნიშვნელობა არ აქვს. მაგალითად, 31 დეკემბერს ბადრი ჯაფარიძის დაკითხვას რა შინაარსი ჰქონდა დღეს, რა ვიცი, მარტის თვეა უკვე და ვინმე დაგვიმტკიცა, რომ ამ დღეს ეს ასე ხდებოდა. უფლება აქვს თუ არა, ამას კი არ ვიძახი. უბრალოდ მე ვგრძნობ, როდესაც ადამიანს ებრძვიან და რაღაცა არ იძიებენ დანაშაულს. მაგალითად, როდესაც მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ 19 იანვარს ხელი უნდა მოგვეწერა ანაკლის სპორტთან დაკავშირებულ დიდ ხელშეკრულებაზე. და 9-ში, როდესაც პროკურატურა აწყობს ბრიფინგს და აცხადებს, რომ ეს კაცი ფულის გათეთრებაშია ბრალდებული და ამის მერე მას ედავებიან, რატო არ აშენდა ანაკლის სპორტი, თუ რატო არ არის. ხო, ეხა ესეც წამოვიდა ის ნაწილი, რომ შეუსრულებლობასო არავის არ ვაპატიებთ, ხელს არავის არ გადავაფარებთ. ანაკლის სპორტზე რა ხდებოდა, მე არ ვიცი. ანუ მე მართლა არ ვიცი იქ ვისი რა ბრალი იყო, მაგრამ ამ ქმედებებით, ძალოვანი უწყებების ქმედებებით და ეროვნული ბანკის ქმედებებით, ანაკლის სპორტი, ანუ მამუკა ხაზარაძემ გაიправა, ესე რომ ვთქვათ, გაიправა ის, რომ აქამდე ანაკლის სპორტი არ არის აშენებული. ნებისმიერი სხვა ხელისუფლება, რომელიც შემდეგში მოვა, მამუკა ხაზარაძეს არ გაამტყუნებს ამ ამბავში. ამ ამბავში გამტყუნდება ის ადამიანები, რომლებმაც საკუთარი განცხადებებით, საკუთარი გამოძიებების დაწყებებით და რაღაც ხელი შეუშალეს ამ პროექტს. ეს პროექტი თუ მართლა ისეთია, როგორცაც წარმოგვიჩენენ, 600 მილიონიანი და ასე შემდეგ და საქართველოს მომავალია დამოკიდებული. ამ ადგილას მართლა დაიწყება ადამიანების დაჭერები, დაკითხვები და რაღაცები, ოღონდ ეს ადამიანი მამუკა ხაზარაძე არ იქნება ჩემი აზრით. მამუკა ხაზარაძე შეიძლება არის დღეს. მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ ფაქტობრივად ეს ახლა ბრძოლის პროცესია და არა ჭეშმარიტების დადგენის პროცესი და როდესაც ეს ამბავი ასეთი თვალსაჩინოა, რომ ადამიანს ებრძვიან ნაცვლად ამას ჩვენ გვასაღებენ როგორც ჭეშმარიტების დადგენის მცდელობას, ამას არასოდეს არ უმუშავია. მე მახსოვს ეროვნული ბანკის და საერთოდ ბანკის წინააღმდეგ ბრძოლები მახსოვს. ქართულს წინააღმდეგაც იყო 2012-ში. და მე როგორ დამთავრდა ეს ბრძოლები და ის ხალხი, რომელიც ამ ბრძოლებში
მონაწილეობდა იმ ხალხმა კარიერები როგორ დაამთავრეს ან ახლა რა მდგომარეობაში არიან, ჩვენ ეს ყველაფერი გვესმის და გვახსოვს. ეს შემთხვევა არაფრით არ იქნება ჩემი აზრით განსხვავებული ამ შემთხვევისგან. და ზოგადად თუ ჩვენ გვინდა რომ მართლა მე სულ ჩემი დეკლარირებული პოზიცია რომ არავის დაჭერას არ ვითხოვ არასოდეს. ანუ ეს არ არის ჩვენი გირჩის მოწოდება რომ ხალხი დავიჭირო და ამავდროულად და ამავდროულად. მაგრამ თუ ეს პროცესი გაგრძელდა და უკან დასახევი გზა არ იქნება ახლა აქ ნაპოვნი, უბრალოდ ისე მოხდება რომ აუცილებლად გაუხდება შემდეგ მთავრობას ვიღაცები დასაჭერი. როდესაც დამტკიცდება რომ ანაკლის პროექტი ჩავარდა იმის გამო რომ რაღაცეები ხდებოდა და პოლიტიკური ოპონენტები ერთმანეთს ებრძოდნენ ან რაღაც ეგეთი ხდებოდა. ორკესტრებული შეტევა დადასტურდა. ხო წარმოგიდგენიათ რომ სულ ქართული ოცნება ხო არ იქნება ხელისუფლებაში. ჩვენ ხო გრძნობთ რომ ქართული ხელისუფლება წასვლის გზაზეა. ისინი ახლა პოლიტიკური სანაგრიდან აბრუნებენ ხალხს, რომლის იმედიც აქვს და ოქროს ზამენას ეძახიან ღარიბაშვილს და ჩვენ ვიცით ოქროს ზამენას მეფეხურთი მიყვარს და ოქროს ცვლილების ფუნქციაც ვიცი. და ღარიბაშვილსაც ვიცნობ და ჩემი წარმოდგენები მაქვს იმასთან დაკავშირებით შეუძლია თუ არა ღარიბაშვილისნაირ მოთამაშეს იყოს ოქროს ცვლილება და ჩემი აზრით გამორიცხულია მე ფეხბურთის სხვა სპორტი მგონია ვიდრე ამის თქმელი წარმოაჩენს ჩემი აზრით. ამიტომ ვფიქრობ რომ ამ წუთის მოცემულობით პროკურატურის ბრიფინგებს კი არ უნდა ველოდებოდეთ, ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ სიტუაცია არის ისეთი რომ უკან უნდა დავიხიოთ ანუ საზოგადოებრივი დაძაბულობის მოსახსნელად. კიდე გაძლიერება კი არ ჭირდება საზოგადოების დაძაბულობას. უკან ჭირდება დახევა და დაძაბულობას არა მხოლოდ ამ პროცესით არ აკეთებს ახლა ხელისუფლება. ყველაფერი რომელიც ამ წუთას არის საზოგადოების წინააღმდეგ ორკესტრებული იწვევს დაძაბულობას. მაგალითად, სიგარეტზე ფასის მატებაც ასევე იწვევს დაძაბულობას და უსამართლობის შეგრძნებას. იმიტომ რომ როდესაც ცინიკურად გვეუბნებიან რომ ჩვენ ფილტრებზე ზრუნვის გამო ჩვენი ჯიბიდან გვაცლიან ფულს დამაჯერებელი არ არის. ასევე მაგალითად როდესაც გვეუბნებიან რომ ჩვენ რო გამართული მანქანით ვიაროთ და ამაზე ღელავს თავრობა, ამისთვის გვიწყობენ ტეხას მოტრებს და ფანჯარაზე რო ის რო აქვს, ნაკაწრი რო აქვს მანქანას, ტეხას მოტრს რო ვერ გაივლის. ეს რო ჩვენი სიკეთით ხდება და ამას რო გვასაღებენ, მე მგონია რომ ჩვენ ამის მომთმენები არ ვართ. ანუ ესეთი რაღაც ესეთი ცინიკური დამოკიდებულება ამ ქვეყანაში ადამიანებს არ მოუთმენიათ. ამას დაემატა ქვეყნის ყველაზე მდიდარი ორგანიზაციაზე ორკესტრებული თავდასხმა ამ ორგანიზაციის მოწილეებზე ზრუნვის მოტივით. ანუ მაგალითად წარმოიდგინეთ TBC ბანკის მოწილეებზე და აქციონერებზე და საერთოდ ვისაც რამე კავშირი აქვს TBC ბანკთან, იმაზე მათ შორის მამუკა ხაზარაძეზე და ბადრი ჯაფარიძეზე ზრუნავენ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის თანამდებობიდან გადაყენებით და მათი რაღაცა ტიპის პასუხისმგებლობაში მიცემით. ანუ ეს დამოკიდებულება ხო და ამას დამატებული რომ ამ სიტუაციის მოსაგვარებლად რომ მოკავს ღარიბაშვილი ჩემი აზრით ეს არის სრულიად ცინიკური სიტუაცია, რომელიც გასაგებია ზოგადად ადამიანებისთვის, უბრალოდ ილექება, ну რაღაც მომენტში წვეთი ემატება ამ პროცესს. და როდესაც ეს დამთავრდება სამწუხაროდ ცუდად ის ამ ქვეყნისთვის ცუდად, იმიტომ რომ ნებისმიერი 2012 წელს დაძაბულობა ნაცებს და ქართულ ოცნებაში, ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებას შორის, საბოლოო ჯამში ჩვენ კარგი არაფერი არ მოგცა. დღესაც ამ კავკასიური ცარცის წრეში ვცხოვრობ და ვერ გამოვდივართ ამ სიტუაციიდან. და იგივე დაძაბულობა რო გადაყება ამ ხელისუფლების ცვლილებას და მე მგონი გასაგებია რომ ხელისუფლება შეიცვლება ამ ქვეყანაში და ეს თემა მე მგონი რაღაცა დროის საკითხი არის. უბრალოდ ამას ისევ გადაყება შურისძიების ვნებები ვიღაცეების და ჩვენ რაც უნდა გვესმოდეს აქ ამ ქვეყნის მოქალაქეებს არის ის რომ შურისძიება არ გვინდა. ნებისმიერი ადამიანი რომელიც მოდის შურისძიების მოტივით ნებისმიერი ადამიანი რომელიც ახორციელებს შურისძიებას, ნებისმიერი მოტივი რომელიც პროკურატურის ბრიფინგიდან თუ რაღაც სხვა მინდა ველაპარაკება თითქოს როგორც შურის მაძიებელი, როგორც რა ვიცი ვიღაცის სისხლის დამლევი, ეს არ არის კარგი. და ჩვენ ამის უნდა გვეშინოდეს. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ადამიანები უნდა მიიღოთ ამის საწინააღმდეგო. შურისძიება არ არის კარგი, მაგრამ არც პასუხის გაუცემლობა არის კარგი, იმიტომ რომ თუ ხედავთ გადაცდომებს, ვინც არ უნდა იყო ის ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოხდეს სამართლებრივად ამისთვის პასუხის გაცემა. მაგას ხარამინ არ უარყოფს, უბრალოდ როდესაც ჩვენ საუბრობთ ამ სიტუაციაზე, რა სიტუაციაც ახლა გვაქვს და არაბუნებრივ თავდასხმაზე ქვეყნის საუკეთესო ბანკზე, ეს
იმას რეგულირებებს არ ასრულებს ქვეყნის საუკეთესო ბანკი, ამიტომ ვაკეთებთ ამ რაღაცებს, არ არის ჩემთვის დამაჯერებელი. რეგულირებებს ვერ შეასრულებს თბილისის ბანკი, მაგის არ მჯერა. ანუ რეგულირებები, როგორც წესი, რეგულირებებს ეწირებათ და ესეც ცუდია და მე არც მაგას არ მემხრობი, ეწირება პატარ-პატარა ორგანიზაციები. ჯერ ანუ ახლა რო იქმნებიან და იზრდებიან ესეთი ბანკები, მაგრამ ქვეყნის ლიდერ ბანკს რომ რეგულაცია შეაწუხებს და რეგულაციის გამო მას მოუწევს კაპიტალის დაკარგვა და რაღაც სერიოზულ ზარალში ჩავარდება, უნდა გვესმოდეს რომ ბანკის პრობლემა კი არ არის რეგულაციის პრობლემაა და ზოგადად ეროვნული ბანკის პრობლემაა, რომლის გაუქმებასაც ჩვენ ვითხოვდით გირჩი დაფუძნებიდან. ვითხოვდით, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ეს არის დაწესებულება, რომელსაც ასეთი ბოროტებების ჩადენა შეუძლია. შეუძლია თან იმ მოტივით, ანუ ეროვნული ბანკი არის ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია რაღაც მიზნით, კონკრეტული მიზანი აქვს და ყველაზე მძლავრი იარაღი ამ მიზნის დასარღვევად, ანუ იმის დასარღვევად, რის გამოც არის შექმნილი, არის ეროვნული ბანკი ასევე. არავინ ისე არ არღვევს იმ კანონმდებლობას, რომლის დასაცავად ეროვნული ბანკი შეიქმნა, როგორც თვითონ ეროვნული ბანკი, როგორც თვითონ ზოგადად ყველა მარეგულირებელი, იმიტომ რომ ის გამოყენებულია ფაქტობრივად დასასჯელად ვიღაცეების, რომელიც ვიღაცას ასევე არ მოწონს. არა რამის მარეგულირებლად, ჩემი აზრით, არამედ ვიღაცის დასასჯელად. და როდესაც კონსტიტუციური ორგანო გამოყენებულია ვიღაცის დასასჯელად და თან ის პრევალირებს საზოგადოებაში როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კონსტიტუციური ორგანოს სახელით აკეთებს იმას ჩვენს თვალწინ, ახლა რასაც აკეთებს, უნდა დავფიქრდეთ ყველანი, ზოგადად დავფიქრდეთ რეგულირებების შინაარსზე, მარეგულირებებზე უნდა დავფიქრდეთ, ბიუროკრატიაზე უნდა დავფიქრდეთ, იმიტომ რომ ობიექტურად ეს ხალხი მართლა ჩვენი ცხოვრების მოსაწესრიგებლად კი არ არის, არამედ შექმნილია იმისთვის, რომ ჩვენ რო ისე მოვიქცევით, რომ ვიღაცას არ მოეწონება სიტყვაზე მთავრობის რომელიმე წევრს, ან ვიღაც ძალობას, ან ვიღაცას შემოვიდეს და დაგვსაჯოს, თორემ მას არანაირი ამ წუთას ეროვნულ ბანკს არანაირი მოტივი არ გააჩნია იმისი, რომ TBC ბანკზე იზრუნოს. მას TBC ბანკს დააჯამდა. შემდეგ უკვე განცხადებები პროკურატურის მხრიდან, განცხადებები და კომენტარები თავად გახარიას მხრიდან, რომლებიც ამ განცხადებებში და კომენტარებში უშვებენ უკვე შეცდომებს. მათ შორის იყო პრივილეგირებული ბიზნესმენის ხსენება გახარიას მხრიდან, რას ნიშნავს თავისუფალ გარემოში, რომელიმე ბიზნესმენი უფრო მეტ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ყავდეს და შემდეგ ამბობდე და იმუქრებოდე, რომ აი ეს პრივილეგიები უნდა დასრულდეს. ხომ არ მივდივართ ისევ რაღაც უფლებამოსილების გადაცემასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. მე რო არ ჩავთვალო ეს სრული პოპულიზმად და იმ რაღაცა სინქრონზე აყოლად, რაც მიმდინარეობს კამპანია ახლა TBC ბანკის წინააღმდეგ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს შინაგან საქმეთა მინისტრის აზრით პრივილეგირებული ბიზნესმენი. კი, შეიძლება ეს აიხსნას, რომ პრივილეგირებული იყო საქართველოში ბანკები თავრობისთვის და სიტყვაზე მაგიტომაც უბედავენ ბანკების უფროსებს, ეგეთ დამოკიდებულებას, როგორცაც უბედავენ. მაგრამ რა იყო ეს პრივილეგია, ვინ ანიჭებდა ამ პრივილეგიას და ვინ, ჩემი აზრით, თუ ადამიანი პრივილეგირებული იყო, მარტო პრივილეგირებული ადამიანი მე თუ ვინმე პრივილეგიას მანიჭებს. ჩემი დასჯა მთავარი ამოცანა თუ იმისი, ვინც პრივილეგია მომანიჭა. ანუ აქ ხო ეს არის გასააზრებელი გონიერი ადამიანებისთვის. გასაგებია რომ ვიღაცა კარნახობს რა უნდა ვთქვათ ხაზარაძეზე. ვთქვათ რომ ეს არის პრივილეგირებული ბიზნესმენი, მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს ვინ მიანიჭა პრივილეგია ამ ბიზნესს. დიახ, ამას ვამბობ. ახლა არ მივდივართ ისევ გადაცდომამდე თქო, უკვე მინისტრის მხრიდან. მით უმეტეს რომ თვითონ ამბობს რომ ეს პრივილეგია უნდა მოეხსნას. რას ქვია მინისტრი, ვის უხსნის და ვის ანიჭებს პრივილეგიას. მე დავიჯერებ ამასაც. მე მზად ვარ ესეთი რაღაცები დავიჯერო, მხოლოდ მაშინ თუ ადამიანი რომელიც ამას ამბობს, მეტყვის რომ ამას პრივილეგია მიანიჭა ამ სახელმწიფო დაწესებულებამ, ამ წლებში, ან რაღაც ამ თანამდებობის პირმა და მე შინაგან საქმეთა მინისტრის სიტყვაზე ვალდებული ვარ, რა ქვია, დავსაჯო ეს ადამიანები. დავსაჯო, ვინც ამას პრივილეგიას ანიჭებს და ამის შემდეგ შეიძლება კაცი საპროცესო გარიგებაზეა თანახმად ასახელებს იმას, ვინც პრივილეგიას ანიჭებდა წლების განმავლობაში. ანუ ამიტომ არის არადამაჯერებელი და როცა რაღაც არადამაჯერებელი და მე შინაარსი არ მესმის, მე არასოდეს არ მგონია რომ მე ვცდები და მე ვარ სულელი. მე მგონია რომ ზოგადად სხვები მატყუებენ, იმიტომ რომ თუ ჩემთვის გასაგებენაზე რაღაცა არ იხსნება, მე არ მჯერა რომ ის საქართველოს ყველა მოსახლეობისთვის გასაგებენაზეა, იმიტომ მე პოლიტიკაში ვარ. ამით ვცხოვრობ, ამ პროცესებს ვაკვირდები და მე რო არ მესმის რაღაცები, კარგად. მგონია რომ ეს არ არის იმისთვის რომ ვინმე რამე გაიგოს, ანუ ეს სხვა რაღაცისთვის არსებობს. კი ბატონო, აი დღევანდელი ხლა ამ წუთებში რაც უთქვამს პროკურატურას პრინციპში ახალი არაფერი, რაც გუშინ ერთ-ერთმა პროკურორმა განმარტა, იმის გამო რომ აიდენტიფიცირებელი არანაირი ნიშანი არ იყო ხაზარაძის მიერ მიწოდებულ წერილში, რომელიც გუშინმა სასამართლოში დააკითხვის დროს წარადგინა, პროკურორი განმარტავს, რომ ის მოკლებულია ყოველგვარ საქმეს და შესაბამისად ჩემ პროდიუსერიმ წერს ასე პირდაპირ რასაც ვკითხო
კითხულობდა ანუ მტკიცებულება და ამას როგორც ჩანს ისინი ვერ მიიღებენ და ითხოვენ იმ შუამავლის დასახელებას რომელიც ახსენა ბატონმა ხაზარაძემ. გადავიდეთ მეორე თემაზე, რამდენიმე წუთი. ჩემი აზრით თუ აქ შუამავალი არსებობს და ესეთი სიტუაცია, ჩემი აზრით საბოლოო ჯამში ეს მოთხოვნა გახდება ლეგიტიმური. უნდა დასახელდეს. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ხო ჩვეულებრივი ამბავი, ანუ მართლა რომ დომოდა, მართალი რო იყოს, რასაც ხაზარაძე ამბობს, მართლა გახარიან შეუთვალა წერი. მას მართლა შეეძლო ესეთი ფორმა მოეფიქრებინა, სადაც მერე პროკურატურა იმას იტყვა და რასაც ახლა ამბობს. ერთადერთი აქ საკითხის იმისთვის რომ საკითხს ნათელი მოიფინოს არის შუამავლის აზრი, შუამავალს ვინ გადასწერილი თუ შუამავალი, მაგრამ შუამავალი ისეთ, ანუ ვინც შეარჩია შუამავალი ხო, ისეთ შეარჩევდა, რომელიც ამას საჯაროდ არ დაადასტურებს. ესეც გასათვალისწინებელია, ხო? ამიტომ რჩება ის ერთადერთი არგუმენტი, რომელიც მე გადაცემის გასაწყისში ვთქვი. გავიგოთ შინაარსი რა წერია ამ იმაში და გავიგოთ როდის არის ეს წერილი შექმნილი. ანუ როდის ამოიბეჭდა სიტყვაზე მელანი როდის დაეცა ქაღალდს. თუ ეს არის 2 თვის წინ და აზრი რაც ამ მელანმა დაწერა ქაღალდზე, ნოემბერში ამბობენ. ხო, ეთქვა ფაქტებს, რომელიც ნოემბრის მერე განვითარდა. ამ შემთხვევაში ჩემი აზრით ეს არის მტკიცებულება. ეს არის მტკიცებულება. კი ბატონო, ორი საკითხი, რაზეც მინდა უცელებლად გითხოთ, ეს არის სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გამოსვლა პარლამენტში, ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტირება ამ გამოსვლის პრინციპში მეტყობა მართლა რეგლამენტი მავალდებულებს რომ სათქმელი ან რა უნდა ქონოდა სამი თვის პრეზიდენტს ცოტა უცნაური იყო მის გერმანიასა და საფრანგეთში ვიზიტი ასე დადებითად ვერ შეფასდებოდა რომ რაღაც საყოველთაო განხილვა მოგვეწყო ამასთან დაკავშირებით და მეორე რა თქმა უნდა ღარიბაშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით როგორ ფიქრობთ რატომ დასჭირდა ქართულ ოცნებას ამ რეპუტაციის მქონე პოლიტიკოსის მისი ყოფილი სახის უკან მობრუნება იმიტომ გაშვებულის, რომელსაც არ ენდობოდა, რომელიც არ მოეწონა და გაუშვა თანამდებობიდან. დღეს კი დაუდგა საჭიროება, რომ ეს ადამიანი კვლავ აღედგინა რაღაც ფორმით. იცი რა, მე არანაირი საფუძველი არ მაქვს, არ ვენდო ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მე მომიყვანეს იმისთვის, რომ ძველს და ახლებს შორის ჩატეხილი ხიდი გავამთელო. ხო, ფაქტობრივად ესეთი შინაარსის წერილი იყო და როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი ძველებსაც იცნობს და ახლებსაც. და შესაბამისად ის თვლის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის ის ადამიანი, რომელიც ძველებსაც მოსწონს და ახლებსაც. მას ასეთი წარმოდგენა აქვს მის გუნდზე და შესაბამისად დარწმუნებული ვარ ბიძინა ივანიშვილი ჩემზე კარგად იცნობს მის გუნდს. ხა ივანიშვილზე მეტი ავტორიტეტი აქვს ირაკლი ღარიბაშვილს, რაც ივანიშვილმა ვერ შეძლო. ამდენი პოლიცსაბჭოს სხდომები გამართეს, ამდენი უმრავლესობის სხდომები ოფისში ვერაფრით ვერ მოაგვარეს, ყველაფერი გამოდიოდა. ხალხსაც, ანუ მე საერთოდ გონია, რომ ივანიშვილის სხვაგან უშვებს შეცდომას, ანუ ივანიშვილისთვის ახლა პარლამენტში რო ქართულ ოცნებაში 115 თუ რაღაცა წევრია. ივანიშვილისთვის მათი მოსყიდვა არანაირი პრობლემას ჩემი აზრით არ წარმოადგენს. ანუ ვინც არ უნდა იყოს ახლა იქ, ივანიშვილს შეუძლია დაელაპარაკოს, ფული გადაუხადოს და ბოლოს და ბოლოს ხო ვიცით რომ არ აგინებენ იქიდან წამოსული ხალხი, არ აკრიტიკებენ ივანიშვილს, აკრიტიკებენ ივანიშვილის მარჯვენა ხელს, ცოტას იმას რა ქვია, ყობახიძეს, ხო? ამიტომ მე არ ვიცი მათ შორის რა ურთიერთობები არსებობს. იქ შეიძლება იყოს ესეთი კომპრომისი, რომ ოღონდ ეს, ანუ ყობახიძესთან უკვე ისეთ ჩიხში შევიდა ეს დაპირისპირება, რომ ყობახიძესთან საუბარის გაგრძელებას, ანუ ჩვენგან რაღაც მორალური პრობლემები ახლავს, ამიტომ მოვიყვანოთ ადამიანი, რომელიც ძალიან წააგავს ყობახიძეს სიტყვაზე დამოკიდებულებით ზოგადად ოპონენტებთან, ადამიანებთან, სიტყვაზე ტელევიზიაშიც შეუძლია იგივე სტილით ილაპარაკოს, როგორც ყობახიძე და ბატონ თალაკვაძე საუბრობენ, მაგრამ და ეს იყოს მისაღები სიტყვაზე რომელიღაც ქართული ოცნების წევრი. შემთთვის რა არის გათვლილი? შიდა უკმაყოფილებისთვის სჭირდებათ. თუ იქნებ გარეთ თქვენთვის ოპოზიციაზე თავდასხმებისთვის ის ყოველთვის იყო გამორჩეული თავისი ხისრი დამოკიდებულებით. ვის რა დაუშავა, რომ ვინ მოიგო ღარიბაშვილის ოპოზიციას თავს ესხმოდა, ამით ღარიბაშვილმა მოიგო თუ ოპოზიციამ. ანუ ეს ხო ირმაინაშვილმა მოიგო, ირმას მაგის ირმაინაშვილს თავისი ჟანრი აქვს, ამიტომ ირმაინაშვილმა არა, ჩემი აზრით არავის არ მოუგია ღარიბაშვილის პოლიტიკაში ყოფნით. არც ახლა არ მოიგებს არავინ და პრობლემა მეგონი არის სხვაგან. ეს მოსამართლეები რაც ქვეყანაში ხდება, სალომე ზურაბიშვილის არჩევა ისე როგორც მოხდა ეს არჩევა და ჩვენ მაშინ თავის დროზე მეც განცხადება მაქვს გაკეთებული, რომ მე ხარს ვუჭერდი ამომრჩევლის მოსყიდვა, რასაც დაერქვა, ხო, რაც იყო რეალურად ამომრჩევლის მოსყიდვა, ამას თუ ის კანონში ჩაიწერებოდა და ხელმისაწვდომი იქნებოდა ჩემთვისაც. ჩვენ ხო ყველა ერთ-ერთი ღარიბი პარტია ვართ, ხა ბიძინა ივანიშვილთან შედარება რო არ შეიძლება და ქართულ ოცნებასთან ხო ვიცით, მაგრამ მე თანახმა ვიყავი ბიძინა ივანიშვილს
არ ეძალა და ადამიანებზე ფული გადაეხადა ხმის სანაცვლოდ. იგივე უფლება თუ მე მექნებოდა. თუ ეს კანონში ჩაიწერებოდა, რომ ყველას ვისაც ფული აქვს, შეუძლია ამორჩეველი მოისყიდოს ფარული კენჭისყრის პირობებში. ანუ თუ თქვენ ფულს ვიღაცა გიხდით და გეუბნებათ რომ ხმა მე მომეცი, მაგრამ თქვენი არჩევანი არის ფარული, კი მე მგონია რომ თქვენ უნდა გქონდეთ უფლება ასეთ ადამიანებს ფული გამოართვათ. იმიტომ რომ რა ვიღაცა მოდის ფულს შუქნით. თქვენ ხო რა ვიცი, არანაირ ვალდებულება ამით არ წარმოგეშვებათ. ვიღაც არსებობენ პოლიტიკოსები, უცნაური პოლიტიკოსები, რომელიც ამაში ფულს იხდიან და თქვენ აიღოთ მე აი ეს ქართველი ხალხისთვის კარგია. ოღონდ ეს უნდა იყოს კანონია. კანონით, რა თქმა უნდა. ახლა ნახეთ რა მოხდა, რატო არის არალეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი? იმიტომ რომ ეს მოხდა უკანონოდ. კანონში ანუ ამ წუთას ეს პროცედურა ჩატარდა ისე რომ გამოვიდა სისხლის სამართლის დანაშაული. ეს თქვა ეუთომ, ამას იძახის ოპოზიცია, არ არსებობს ადამიანი, რომელიც სხვა ამას იტყვის. მე ვარ ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ მორალურად ასეთი კანონმდებლობა რო ქვეყანაში არსებობდეს, ჩემთვის გასაგებია, იმიტომ რომ, რა ვიცი, თუ არ ძალადობს კაცი და ფულს გაძლევს რაღაცაში, რანაირად შეიძლება ეს აუგზავნო ვიღაცას. ოღონდ სანამ ეს კანონში არ წერია და სანამ მარტო შენ გაქვს ამის უფლება და სხვას არ არის და სხვას აჯარიმებ დაძდევი მითი რა ქვია აუდიტის სამსახურებით და რაღაცებით ამ შემთხვევაში დაგიწერენ რომ გაყავდა რა შეიძლება გამონდოლ გამოსხმია და მაგამდე მიდივარ ანუ ოპოზიციამ რა თქვა დღეს თქვა რომ ეს არის არალეგიტიმური პრეზიდენტი აბატონო ეუთოს დასკვნა და შესაბამისად რაღაცას ბოდავს ეს ქალი მე რას დავესწრო ხო ეს თქვა ოპოზიციამ ისიც მართალია რომ თუ სალომე ზურაბიშვილი უნდა გამოსვლისთვის უნდა გამოსულიყო თუმცა ერთადერთი რაც გაჟღერდა და გავიგეთ რა უნდა საპატრიარქოს იმიტომ რომ ფაქტობრივად დღეს საპატრიარქო გველაპარაკებოდა სალომე ზურაბიშვილის რომელ ნაწილს გულისხმობ რამდენიმე ნაწილი იყო მან რაღაცა ქართულ ტრადიციულ რაღაცა აღდგენასთან დაკავშირდა ერთი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დანარჩენი იყო ჩოლობრივი პოპულისტური ბოლი ერთადერთი ეს რაც იყო არის რომ ჩვენ უნდა აკრძალოთ შეურაცხყოფა და ცილის სამზამებოდი ანუ ნიშნავს იმას რომ თუ გააკრიტიკებს საპატრიარქოს და ეს წერილი დეკანოზ მამალაძის წერილი რომელსაც არავინ არ აჩენს ამ წუთას მაგრამ საზოგადოებაში მორალური ხმები არსებობს რომ იქ ის წერილი სკანდალურია და მათ შორის ის ასახავს საპატრიარქოში მიმდინარე ისეთ მოვლენებს რომელიც მორალურ საკითხებთან არის ციტირებ სასულიერო პირები მორალურ საკითხებთან ანუ არა კანონის დარღვევასთან არამედ ამორალურ საკითხებთან არის დაკავშირებული და ამას ჩართული არიან მაღალი იერარქიის სასულიერო პირები აბა წარმოიდგინეთ კანონის მიღების შემთხვევაში როცა თქვენ გეტყვიან რომ ადამიანს არ უნდა დააბრალო არაფერი თუ რამეს დააბრალებ მაშინ დაგიჭერთ და თუ გამოთქვამ მოსაზრებას რომ ეს ამ წერილში რაღაცა რომელიც მე არ ვიცი არც ამიკითხავს არ ვიცი იქ რა წერია მაგრამ ეგეთი რაღაცეებით როცა გამოხვალ და შეუტევ ამ ორგანოებს ან ეს აწყობს ხელისუფლებასაც ხელისუფლებაც იგივე ამბავში არის ხელისუფლებასაც თუ როგორც ახლა აკრიტიკებს ყველაზე ბიძინა ივანიშვილს კობახიძეს ან ვიღაცებს ეს გახდება კრიმინალი და მართლა მორალზე ზრუნვა კი არ არის და ჩვენ რო ზნეობრივად უკეთესი ადამიანები გავხდეთ ერთმანეთს არ მივაყენოს ამას კი არ ითხოვს ხელისუფლება და სალომე ზურაბიშვილი და საპატრიარქო არამედ ითხოვს იმას რომ არ გაგვაკრიტიკოთ თუ გაგვაკრიტიკებთ მოგვეცით საშუალება რომ გიჩივლოთ სასამართლოში ბურუსიძის და ჩინჩალაძის სასამართლოში და დაგიჭირონ ამითი ფაქტობრივად თავისუფალი სიტყვის აკრძალვა უნდათ ეს იყო ჩემი აზრით თავარი საკითხი თავის საჯარო გამოსვლებში უკვე მე რამდენად ახსენებს თავისუფალ ეს ვიცით რომ საპატრიარქოს მათ შორის პატრიარქის რომელიღაცა იმაშიც იყო ეპისტოლეშიც იყო ეს მოხსენებული ზუსტად ვიცით საიდანაც არის ეს ორკესტრებული ვიცით რომ ეს აწყობს ხელისუფლებას ოღონდ ჩემი აზრით ეს არ აწყობს ქართველ ხალხს ამ ქვეყანაში სადაც არის ეკონომიკური სიდუხჭირე სადაც რეგულირებებით გვახშობენ სადაც არის უსამართლობა ასეთ ქვეყანაში სადაც მთავრობის გინებას აუკრძალავ ადამიანებს ჩემი აზრით გინება იქნება მონაგონი იმიტომ რომ გინება ბოლის გამოშვების ერთ-ერთი სახეა და როგორც კი ამას აკრძალავ ავტომატურად ადამიანებს რჩებათ ერთადერთი გზა გადავიდნენ ძალადობაზე და მე ეს არ მინდა ეს არავის არ აწყობს ამ ქვეყანაში ძალიან დიდი მადლობა